ჯაბა. ეხლა კითხვას დაგისვავ. კი ბატონო. რამაც შეიძლება ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს და ცხოვრება შეცვალოს, ვაფშე არ ვაჭარბებ ამ სიტყვებს რა. ეხლა უყურე შენ, პროფესიონალი მოკრივე, ხო? მოინდომე ცურვა. პირადად არ მიცნობდი, საერთოდ არ მიცნობდი და გადაწყვიტე ჩემთან მოსვლა და ცურვის სწავლა. აუსინათლო ადამიანთან, ხო? ბრმა ადამიანთან გადაწყვიტე ცურვის სწავლა. ანუ, აი, რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდი, როცა ამ გადაწყვეტილებას იღებდი. ძალიან მნიშვნელოვანია ეს იმ ხალხისთვის, აი, ვინც დღეს სასოწარკვეთაშია და რაღაც იმედგაცრუებულია და ზოგადად იცი, რომ არა ორდინალური სიტუაცია გვაქვს საქართველოში ამას დაკავშირებით რა. რომ ანუ აბა შენი აზრით, აი რა ის გქონდა? კი ბატონო, აი როგორც ახსენე, სანამ შენთან მოვიდოდი, მე შენ არ გიცნობდი. ესე პირადად არ გიცნობდი, მქონდა რაღაც ვიდეოები ნანახი რამდენჯერმე და ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანის რეკომენდაციით, ძალიან დადებითი რეკომენდაციით გადავწყვიტე, რომ მოსულიყავ. ვემზადები ბრძოლისთვის და მითხრა, რომ ძალიან კარდიო მიმართულებით ძალიან კაია რა. სუნთქვის და გამძლეობის სნელი რო usინათლოა. მოვედი და რომ დაგინახე, მაგრამ მომწონდა ძალიან შენი კონტენტი, შენი დამოკიდებულება სპორტსმენების მიმართ და აქედან გამომდინარე გადავწყვიტე და ავდექი და წამოვედი. პირადად რო გაგიცანი უკვე და საქმეს მოვკიდეთ ხელი, აი შენი დამოკიდებულება არის ძალიან პროფესიონალური რა. ესე იგი, დისციპლინა მე ყოველთვის დისციპლინირებული ვარ და ვარჯიშზე მოვდივარ ზუსტად დროზე, მაგრამ ეს ადამიანი 10 წუთით ადრე ყოველთვის აქ არის. მოვიდება, აი ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და რა ვიცი, აი ყოველთვის თანმიმდევრული ვარჯიში, რაღაცას ყოველდღე ვუმატებთ რაღაცას და ეს მომწონს ძალიან რა. მეც თანდათან ვიზრდები და შემიძლია უკვე რომ ეს პროგრესი, ესე ვთქვათ, ავითვისო. ჯაბა. მოკლედ ხო, პროფესიონალი დისკომფორტი არ იყო ამ ადამიანთან თანამშრომლობა, პირიქით მიხარია რომ რავი, გავიცანი და მოვედი. ანუ როგორც პროფესიონალი, როგორც ჩემპიონი. აი, შენთვის შეხედულებაზე მეტად პროფესიონალიზმი აღმოჩნდა პრიორიტეტი, ხო? კი ბატონო, რა თქმა უნდა, აი პროფესიონალიზმი რაც შენ გაგაჩნია ჩვენი სპორტსმენების მიმართ. ანუ ის შეხედულება ადამიანს რო აქვს, აი თქვა, რომ არის, ის ვერ დადის, ის რაღაცა. ეს თავიდანვე არ მქონია. ეს შეხედულება არ აკონტროლებს შენს მიზნებს, ხო? თავიდანვე არ მქონია მე შეხედულება, მაგრამ რომ მოვედი, უფრო უკეთესად ვნახე, რომ მართლაც ეს არის ჯაბა ჯაიანი, ჩვენი ჩემპიონი საქართველოს ორგზის. ერთი ზუსტად ამ კაცთან ვარ და თავს ვერ ვგრძნობ, რა ვიცი, ხა ვარჯიში ყველა სახის გამომიცდია, მაგრამ აი ეს ცურვა, სწორი ცურვა რაღაც სხვა თემაა რა. აი ეს მინდა რომ გაიგოს ყველამ განსაკუთრებით ადამიანებმა. ჩემი რეკომენდაცია ნიკას. გაიხარე ძმაო. გაიხარე.